ბავშვების გადაბარების პროცესი წარმატებით დავასრულე და ახლა ერთ ადგილზე უნდა წაგიყვანოთ. წავედით. ამ დღეებში სახლიდან ასე შორს გასვლა გეგმაში მართლა არ მქონია. ხომ ხედავთ როგორ მიხარია რომ გავრბი ვარ. ყველაფერი სრულიად მოულოდნელად, სპონტანურად მოხდა. ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივიდოდე, ჩემს მეგობარს უნდა გავუარო. ამჯერად მეზობელს არ ჩავუკეტი ვარ. მისდა და ჩემ გასაბედნიეროდ. გაჩერებასთან ვარო და გაიგი ახლა შენ რომელ გაჩერებას ეძახის ეს? გუდვილის გაჩერებას. აი ესეც სოფო. რას ქვია არ გაგირებ. თუმცა სანამ ქალაქიდან გავალთ, ტრადიციული ყავის რიტუალი აუცილებელია. ნუ არ დავასახელებ რომელი ყავაა, როგორმე თავადაც მიხვდებით. მით უფრო რომ ჩვენს არხს სპონსორი ახლა სასიცოცხლოდ სჭირდება. ეს ყავა კი ორივეს ძალიან გვიყვარს. გამარჯობა, რას მიხდოდეს? გამარჯობათ, 2 კაპუჩინო, 1 შაქრით, 1 უშაქროთ. კაპუჩინო 200-იანი იყოს 300-იანი. 200-იანი. 200-იანი კაპუჩინო იყოს. სხვა რამატებ? არა, მადლობა. გამოზან, ერთანჯის გამოტოვებთ, მადლობა. შაქარი ხო არ გვაქვს? 1 შაქრით, 1 უშაქროთ. 1? კი. სინერეთ? მადლობა. რომელი მერტვით? მადლობა. აბა, ვახსენოთ ღმერთი და დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. მაგრამ მაინც არ გეტყვით ჩერ სად მივდივართ. კარგი ყავაა. კი, გადასარევი. ქალაქის გასასვლელში ტრადიციული საცობები როგორც იქნა წარმატებით გადავლახეთ და ჩვენი პატარა მოგზაურობაც დაიწყო. ის დაუტოვე ბავშვები მოხდევია. რა თქმა უნდა ჩემს გულს. მულებო, დედამთილებო, დეიდებო, ბიძიებო, ყველანი შეერთდი და დაეხმარეთ დედებს. დედებო ხომ ეთანხმებით? რა თქმა უნდა გეთანხმებიან. დეიდები, ბიძიები თუ მეთანხმებიან ისაა საქმე. ჩემი წინა ეპიზოდებიდან სოფო ალბათ გახსოვთ ვინც არის, თუმცა ახლებს მაინც შეგახსენებთ, რომ მე და სოფო ერთად ვაკეთებთ ვლოგს ჩემი აუტანელი ოჯახი და სხვათა შორის აუტანელის იარლიღი ამან მოგვაწება. სახელი მისი დამსახურებაა. და ასევე ერთ-ერთი ბუნტოვშიკია, ვინც მიბიძგებს ხოლმე აი ასეთი გასვლებისკენ. ოჯახს მომწყვეტს და სადღაც მივყავარ ხოლმე. ეგ ისევ იმას ემსახურება, რომ ნაკლებად აუტანელი იყო. გესმის? ასე რომ შენზე ვზრუნდა. თავის დაძვრენოს ყოველთვის ახერხებს. ჩვენ ახლა მივდივართ საგურამოსკენ. თუ რატო იქ რომ ჩავალთ, მაშინ მოგიყვებით მაგაზე. იქამდე კი გზად გადავწყვიტეთ შემოგვევლო ჯვრის მონასტერში. იმიტომ რომ დაახლოებით 14 წელია მონასტერში არ ყოფილი ვარ. ბოლოს ვიყავი ჩემი ქორწინების დღეს. ჯვრის წერის დღეს უბრალოდ. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მაისი არის საშინლად დატვირთული თვე ჩვენთვის დედებისთვის. ეს ერთი კინკილა დღე რაღაცნაირად გამოვყავი, რომ ცოტა ამომესუნთქა და მე ორმაგი ენერგიით ვკვეთებოდი ჩემი შვილების გამოსაშვებებს. პატარები ბაღს ამთავრებენ და სკოლაში შედიან, უფროსი დაწყებითებს ამთავრებს. ძალიან დიდი ენერგია, თანხა და ნერვები სჭირდება ამ ყველაფერს და ასე რომ მე მგონი არაფერს დავაშავებ, თუ ერთი დღე ჟანგბადს ჩავისუნთქავ. მინიმუმ. და გონებასაც გავინიავებ. და აი ისიც. სულ რაღაც 20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ ჩემი საყვარელი ჯვრის მონასტერი გამოჩნდა. ისეთი სილამაზეა, სადღაც მენანება ბავშვები რო არ მყავს აქ.
ისე მაინც მალე ხარ თბილისიდან რა, არ ვიცი დიდი დიღმიდან ხარ მალე თუ რა სარგებლობა მოაქვს დიდ დიღომში ცხოვრებას. შაბათია, ამიტომ მცხეთა ტურისტებით არის სავსე. მოისმინე, რას ამბობდნენ? უარი ადამიანები შემოსასვლელში. ესე იგი, მარკეტინგი მაინც რაოხერი რამეა. Help me please. ნუ სავარაუდოდ უცხოელებზე იყო ეს გათვლილი და უცხოელებში ავერიეთ, მაგრამ მონასტრისკენ მიმავალ ბილიკზე ძირითადად უცხოელი ტურისტები და ქართველი გიდები ჭარბობენ. უნდა შემოუვაროთ მონასტერს. მზედელას იდეა იყო აქ შემოვლა და ის უფრო დეტალურად აგიხსნით, რატომ მოგვინდა აქ მოსვლა. ხო, არ ვიცი ხა რამდენ დეტალურად შეძლებ აუხსნა, მაგრამ რამდენჯერმე მოვისმინე ეს ინფორმაცია უკვე, რომ ქვათაცვენა არის და გარე ფასადი, კედლები ზიანდება ჯვრის მონასტრის და მაინტერესებდა შემეხედა მე თვითონ მithumetes წლები არ ყოფილვარ შენი არისოს. იმის მიუხედავად, რომ აქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაინც ყოველჯერზე როცა აქ ამოვდივარ, ემოციების შეკავება მიჭირს. ძეგლები თავის მოწონება იცოცხლე გვიყვარს, მაგრამ მოვლის რა გითხრათ. თუ ევროპამ და ამერიკამ ბოლო დროს ავად სახსენებელი გრანტი არ მოგცა, ისე დიდად ვერ უვლით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. სხვათა შორის იცოდით, რომ თავდაპირველად ჯვრის მონასტერს რქმევია ჯაჭვის საყდარი. ხოლამაზი სახელია. და უნიკალურია არა მხოლოდ თავისი არქიტექტურით, არამედ მდებარეობითაც ძალიან ლამაზია აქაურობა მართლა. მტკვრის და არაგვის შესართავთან და ჩვენი ქრისტიანული მოქცევის პერიოდს უკავშირდება. მე-6 საუკუნის ძეგლია და ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც დიდად მოვლილია აქაურობა. ყოველ შემთხვევაში, რაც ეკადრება ინდონეზია აშკარად ვერ უვლით. მონასტრის ინტერიერის დათვალიერება სამწუხაროდ ამ ეტაპზე შეუძლებელია. ტაძარი ფაქტობრივად ხარაჩოებში დაგვწდა, რაღაც ხის კონსტრუქციები იყო და მესამე ქალმა გითხრა, რომ დაახლოებით 4 წელია ამ მდგომარეობაშია ტაძარი და რამდენიმე დღის წინ დაიწყეს ეს კონსერვაციის სამუშაოები. როგორც მესამე ქალი გვეუბნება, კედლები და ნახვენები ცვიოდა და მოკლედ ტაძარი სასწრაფო და დაუყოვნებლივ საჭიროებს სარესტავრაციო სამუშაოებს. 4 წელი რასაულებოდნენ არ ვიცი, მაგრამ ჯვრის მონასტერი მოვიარეთ და ახლა უნდა დავიძრათ საგურამოსკენ. თუმცა ცოტა წაგეწუწუნებით კიდე. ჩემი შვილები ხო არ გაცლიან სიცოცხლეს, წეღანდამირეკა ანამ რაღაცით უკმაყოფილოა, არ ვიტყვირით, თორე ნახავს და მე ამას კიდევ ერთი სერიოზული ვნებათაღელვა მოყვება. ანასაც და ტყუპებსაც აქვთ გამოსაშვები, ერთი ასრულებს დაწყებით კლასს, მეორე და მესამე ასრულებს ბაღს. ოღონდ ამ გამოსაშვებთან დაკავშირებით რა ხდება, იცით, თქვენთან არ ვიცი როგორ ხდება. დარწმუნებული ვარ თქვენც ჩემსავით სერიოზული გაწამაწია გაქვთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ყოველგვარი თანხის აკრებას, რაღაც ისეთ გრანდიოზულ გეგმებს მართლა ხმალ აღმოღებული ეწინააღმდეგებიან ჩვენი პედაგოგები და დირექტორებიც. კატეგორიულად გვაქვს ეს ამბავი აკრძალული, მაგრამ მეტი ჩარამშობლები რის მეტი ჩარამშობლები ვართ, რომ ამ ყველაფერს თავი არ ავარიდოთ. ჩემს თავზეც ვამბობ, მარტო სხვაზე არა. რადგან გვაქვს ზოგჯერ საკმაოდ ისეთი არაადეკვატური სურვილები ჩვენ შვილებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რომ ის დღე იყოს ძალიან ლამაზი, ძალიან ფერადი, მშვენიერი და ყველაზე საუკეთესო ეცვად ბავშვებს კარგად და შთამბეჭდავად დაამახსოვრდეთ, მაგრამ ხანდახან იმდენად ზედმეტებში გადავდივართ, რომ რა ვიცი, არ არის საჭირო ეს თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომა, დრონები ირგვლივ და რაღაც დიზაინერების მომსახურება და ასე შემდეგ. ისი არ გაიგოთ, რომ ჩვენ გვყავს ეს ყველაფერი, ზოგადად ვამბობ. ძალიან ისე მარტივად შეიძლება აღნიშნოთ ეს ყველაფერი ისე, რომ მშობელსაც ჯიბი არ ჩამოეხეს და ბავშვებმაც შეირგონ ეს დღე. მაგრამ რომ ვაკვირდები, უფრო დედების დღეა ეს დღე, ვიდრე ბავშვების. აი, ისეთ დეტალებს აქცევენ ყურადღებას. ჩემი ჩათვლით.
ფერი ქართულ მშობლებს არ გვეშველება რა. წყლის სარეთლად გავჩერდით მაღაზიასთან და ბარემ მოგიყვებით. სადღაც დაახლოებით 2 კვირაში მაისის შუა რიცხვებში გადის ზუსტად 1 წელი, რაც მთელი ეს ავანტიურა წამოვიწყეთ. ჩემი აუტელი. ანუ ჩემი აუტანელი ოჯახი ვლოგი ამ სათაურით და ამ შინაარსით. კი, თავდაპირველად ისე მოხდა, რომ მე დავკარგე სამსახური, ცოტა ხნის წინ ზედელამაც დაკარგა სამსახური და რეალურად ჩემი აუტანელი ოჯახი გამოვიდა ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელიც როგორ დასრულდება, კაცმა არ იცის, თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს ვლოგი ერთგვარად არის ჩვენი თვითრეალიზების შესაძლებლობა და ძალიან მიხარია, რომ ბევრი თქვენგანი მწერს ამაზე უფრო საჭირო საქმე, თუნდაც ტელევიზიაში ყოფნის დროს რა უნდა გაგეკეთებინაო. მეც მგონია, რომ ეს რაღაცები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რასაც მე ვყვები, ეს პრობლემები ყველაზე ახლოს დგას ჩვენთან, ჩვენს ოჯახებთან და მგონია, რომ ამაზე საუბარი არის საჭირო და მნიშვნელოვანი. თუნდაც ეს დიუშენის ამბავი ეხლა რო არ ვაშუქებ, ჩემთვის ძალიან დიდი ის არის რა, დისკომ პირველი შემთხვევა ამ წლების განმავლობაში რო არ ვაშუქებ ამას და მაინც შესაძლებლობა მგონია, რომ რაღაცნაირად, რაღაცა ფორმით მაინც გამოვეხმაუროთ და იმ აუდიტორიას დაველაპარაკოთ, ვისაც ხელი მიგვიწვდება. ზოგადად მე და ჯანა ერთმანეთს 2012 წლიდან ვიცნობთ. 14 წელი გამოდის, ხო? ხო არ მეშლება? და არა და შუშპარა და მჩქეფარე რომ მგონია შენი თავი და ამ დროს მოწიფული ყვავის ხნის ხარ. უფალო. ამ 14 წლის განმავლობაში გამოვიარეთ საზმაუმ, საიდანაც გაგვათავისუფლეს ორივე. გამოვიარეთ, რა ვიცი, ბევრ სხვა ტელევიზიაში ვიმუშავეთ ზოგადად ერთად და რაღაცნაირად ამ ვითარებამ დაგვაახლოვა და ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ ფრონტის მეგობრები ვართ მეთქი. არა, მე რა მაინტერესებს, იცი? რაც თავი მახსოვს, მუდმივად ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის და რაღაც ეტაპზე ეს გადარჩენისთვის ბრძოლა ესე ჩვეულებრივ რუტინაში ხო უნდა გადაიზარდოს რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრება ოდესმე ხო უნდა გვეღირსოს. არა, არ გამოდის. ხო. სანამ მონასტერს ვათვალიერებდით და ვიდეოებს ვიღებდით, ამინდი გაუარესდა. მაინც გაგვიწვიმდა რა, დიდხანს ვარიდებდით თავს ამ წვიმას, მაგრამ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი. ეს პატარა კოტეჯი თბილისიდან 20 წუთის, საგურამოდან კი 5 წუთის სავალზე მდებარეობს. გამეთანხმებით ულამაზესია. თან ჩამოვედით თუ არა, ისევ მზემ გამოვანათა. აიმნიდან არაგვის ხეობაზე ულამაზესი ხედი იშლება. გზავრობის მერე სუფთა ჰაერზე ცოტა არ იყოს ძილი მომერია. შედელმომწნი თავია. თუმცა ვინდა გაძინებს, ზედელას ყავა უნდა. გადასარევია. სიმშვიდე, სიწყნარე და განტვირთვა. ახლა როგორ მოვხვდით აქ? ერთ-ერთმა ჩვენმა გამომწერმა მოვწერა, რომ დაგვითმობდა კოტეჯს, სადაც შეგვეძლო დაგვესვენა და ასე აღმოჩნდით ამ არაჩვეულებრივ ადგილას. ეს იმდენად მჭირდებოდა განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველა დედას მოგეხსენებათ რა როგორი დატვირთულია ხოლმე ჩვენთვის მაისის ბოლო რიცხვები განსაკუთრებით. ეგრევე მივიღე ეს შემოთავაზება და გამოვქანდით კოტეჯში, რომელიც ძალიან მომეწონა. ვარა სილამაზია. თუმცა ჩემი მყუდროების დარღვევას ჩემს მეგობარს მართლა ვერ დავაბრალებ. ეგით არაგვირო ჩანს. იმ წიგნში ნახე და წიგნის მიხედვით გააკეთე. და სანამ მე ტელეფონზე ვკიდი ვარ, ჩემი მეგობარი პაპარაცობს. არა, ხო გითხარი, მასე არ არის დედა. რადგან მეტნაკლებად საუბრის დრო გვაქვს
ბავშვი ბურთს არ გვესვრის, რაღაც თავზე სათამაშო არ გვეცემა და ასე შემდეგ. თავს უფლება მივეცით და თქვენს კომენტარებს გადავხედეთ და რამდენიმე მათგანზე, რომელიც იყო ძალიან კრიტიკული, ძალიან ასე ვთქვათ, საჭირბოროტო, ვეცდები რომ გავცე პასუხი. და ამას ჩემი მეგობარი დამეხმარება. ხო, ზოგადად მე ვახმოვანებ ხოლმე, არ ვიცი ხმაზე თუ მიცანი ჩემი ხმა ისმოდა რამდენჯერმე აი კომენტარებს როცა პასუხობთ ხოლმე. მოკლედ სამი არგუმენტი იყო, რომელზეც გაკრიტიკებდნენ სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით. პირველი ეს იყო ყველაზე გავრცელებული კომენტარი, რაც დაიწერა, რომ აი ყველამ კრიტიკას, რაც ეხება სკოლის ჰიგიენას, ინფრასტრუქტურას, კვებას, უამრავ პრობლემას რაც სკოლაშია ვიზიარებთ, მაგრამ რა კავშირი აქვს ამასო ფორმასთან, რატო უკავშირებთ ამასო? აი ამაზე ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამაზე უპასუხოთ. ასევე ძალიან ხშირად დაწერილი ორი ტიპის კომენტარი იყო, ერთი ის რომ არასათანადოდ აცვია თითქოს და მოსწავლეებს სკოლაში და ამ პრობლემას მოაგვარებს სასკოლო ფორმა რო ერთმანეთისგან განირჩეოდნენ მოსწავლე და მასწავლებელი და მეორე საკითხი ის რომ ვიღაც შეიძლება აბულინგებდეს მასზე უარესად ჩაცმულ მოსწავლეს. აი დავიწყოთ ბულინგით. თუ ადამიანს მეორე ადამიანის დაცინვა უნდა და ბავშვები განსაკუთრებით დაუნდობლები არიან ამ მხრივ, ისინი ყოველთვის იპოვიან მიზეზს, რის გამოც შეიძლება დასცინონ მეორე ბავშვს. ეს იქნება თმა, ეს იქნება ქცევის მანერა, ეს იქნება მიხრა-მოხრა, მოკლედ უამრავი შესაძლებლობა არსებობს ბულერებისთვის, რომ დასცინონ მეორე ბავშვს და ამაში ფორმის ჩარევა რამენაირად ვერაფრით ვერ მიგვაღებინებს სასურველ შედეგს. ყოველ შემთხვევაში არანაირი კვლევა არ არსებობს იმის, რომ ფორმა სადმე ბულინგის პრობლემა მოუგვარებია. სკოლას აქვს შინაგან ნაწესი, რომელიც ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, როგორ ჩაცმული მოსწავლე არის მისთვის მისაღები. და აი აქედან გამომდინარე ძალიან მარტივად შეუძლია სკოლას ამის დალაგება და არასათანადოდ, როგორც თქვენ ამბობთ, ხშირ შემთხვევაში თქვენივე აზრით არიან ძირითადად ზედა კლასებში მყოფი ბავშვები. დაახლოებით მე-6-მე-7 კლასს ზემოთ. და მათ ეს ფორმის ჩაცმა და ტარება არ ეხებათ. და ნამდვილად ვერ მომიყვანთ ახლა თქვენ მაგალითს, როდესაც მაგალითად მე-3-მე-4 კლასელ ბავშვს აცვია არასათანადოდ და გამომწვევად. ხო, კიდევ ის თქვეს, რომ აი შილაკიო და რაღაცა შილაკით დადიანო და რაღაცა ესეთებით დადიანო და შილაკის პრობლემას რანაირად აგვარებს ფორმის შემოვება? ვერანაირად. მოსწავლე, რომელიც არ ემორჩილება სკოლის შინაგან ნაწესს და არ დადის მოსწავლის შესაფერისად ჩაცმული, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, მას როგორ ფიქრობთ, ფორმა დააკავებს? ან ფორმა რამენაირად ქცევას შეუცვლის? როგორც ვიცით, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის აპირებს ფორმის შეძენას და ამაში იხდის დაახლოებით 45 მილიონ ლარს. თქვენ როგორ ფიქრობთ, 45 მილიონ ლარად რამდენად იქნებოდა შესაძლებელი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება, მაგალითად ტუალეტების პრობლემების აღმოფხვრა. როდესაც გვაქვს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, ამ პრობლემის მოგვარებას მეასეხარისხოვანი პრობლემის მოგვარებით ხომ არ ვიწყებთ. პირველ რიგში ვაგვარებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს. და ამ ეტაპზე რა გვაწუხებს? ის რომ ბავშვი სახლში მოსვლამდე სკოლის ტუალეტის სარგებლობისგან თავს იკავებს, ის რომ მეორე-მესამე ცვლებში სწავლობენ ბავშვები და სკოლები რემონტი წლების განმავლობაში და სკოლების რეაბილიტაციის პროექტები წლების განმავლობაში იწელება, თუ ის რომ მაგალითად არაცვიათ ფორმა. მე მაგალითად ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის მირჩევნია, რომ მას ტუალეტის სარგებლობა შეეძლოს, პირველ ცვლაში სწავლობდეს და მისთვის განათლება იყოს ხელმისაწვდომი ყველა რესურსის ჩათვლით. ჩემი შვილების სკოლა ინფრასტრუქტურის კუთხით არის ძალიან მოწესრიგებული, მაგრამ ის რომ ჩემი შვილების სკოლაში არის ამ მხრივ დალაგებული სიტუაცია, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ სკოლების 80%-ში იგივე ხდება და ცოტა საკუთარი ცხვირის მიღმა თუ გავიხედავთ და სხვისი შვილების პრობლემებსაც თუ შევამჩნევთ, ჩვენთვისაც კარგი იქნება, ჩვენი შვილებისთვისაც და სხვისი შვილებისთვის ხომ მით უმეტეს.
ძალიან ბევრი წერდა რომ დაგვისახელეთო ის სკოლა, სადაც ეს პრობლემებია, ძალიან ბევრი სკოლა არის და იგივე კომენტარებს თუ გადახედავთ, ხო, აი სავსეა მაგალითებით, რა სხვებიან მშობლები გული გაგისკდება, რა მდგომარეობაშია ტუალეტები. ის კომენტარებს ხო გითხულობთ არა? ნახეთ, აი რამდენი საშინელი მაგალითი მოყავთ მშობლებს კომენტარებში, რომ მათი შვილები სწავლობენ რეალურად არასათანადო პირობებში. როცა გინდა მაშინ გააკეთე, ოღონდ აუცილებლად გააკეთე. და კიდევ ერთი სარეკლამო კი არა და სატელეფონო პაუზა. მომისმინე მათემატიკაზე და ქართულზე ხო შევთანხმდით რომ გუშინ უნდა გაკეთებინე. მომისმინე დედა. კი. სხვა დროს იყოს. სხვა დროს დაველაპარაკებ, გეხვეწები ახლა დღევანდელ დღეს დამანებეთ ცოტა ხანს თავი. ძალიან ბევრი წერდა კიდევ იმაზე, შენ რო იკითხე რჩევა, რომ როგორ ფიქრობთ, როგორ არის უკეთესი, რომ ერთად შევიყვანოთ ყუპები თუ ცალ-ცალკე. ეხლა ბევრი თავის გამოცდილებას გიზიარებდა, რომ არ არის სასურველი, რომ თვითონაც ფიქრობენ, რომ ბევრ დასავლეთ ქვეყანაში ასე ხდება, რომ შეგნებულად აშორებენ ყუპებს, ისევე მათი უფრო დამოუკიდებლები რო იყვნენ მომავალში ამ მიზნით. ითვლება რომ ასეა მათთვის უკეთესი. თუმცა იყო რაღაცა განსხვავებული აზრები და განსხვავებულ აზრსაც ვერ დავარქმევდი, იყო პირდაპირ ეს მოწოდებები, რომ არავითარ შემთხვევაში არ დააცალკევ ერთმანეთს გატყუპები, რომ ეს არაფრით არ შეიძლება ამის გაკეთება და ნუ არა ის, რომ მათი გამოცდილება ასეთია და ასე სჯობს, არამედ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დააშორო და აი მაგაზე რას ფიქრობ, მაინტერესებს. მართლა ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გულთან მიიტანეთ, ბევრმა ტყუპისცალმა მომწერა, ბევრმა პედაგოგმა მომწერა, ბევრმა ფსიქოლოგმა მომწერა. ნუ განსხვავებული მოსაზრებები რა თქმა უნდა. ჩემი ტყუპების შემთხვევაში არ არიან ეს ბავშვები ასე ძალიან ერთმანეთზე დამოკიდებული. უფრო მეტიც ხანდახან ხდება ისე, რომ ერთმანეთის მეგობრები ვერ უგებენ ერთმანეთს, ანუ სანდროს მეგობრები ვერ უგებენ თეკლას მეგობრებსა და ამასთან დაკავშირებით ტყუპებს შორის წარმოიშვება კონფლიქტი. ამიტომ მგონია, რომ პირიქით მათი ინდივიდუალური განვითარებისთვის, მათი მომავალი ცხოვრებისთვის უფრო სწორი იქნება თუ ცალ-ცალკე იქნებიან თავიანთ სამეგობრო წრეში, თავიანთ შესაძლებლობებთან. მოდი ისიც ვთქვათ, რომ ეს დაშორება ხო არ სივრცეში, ერთ სივრცეში იქნებიან, ხო, მაინც ერთი სკოლა არის და შესვენება არსებობს და ეს არ არის, რომ ერთ ქვეყანაშია და მეორე ქალაქში და ასეთ დაშორებაზე არ არის ლაპარაკი. ერთ სკოლაში იქნებიან, უბრალოდ გაკვეთილებზე იქნებიან. ბატონო და როდესაც თვითონ მკითხე მაგათ აზრი, რა აზრის ხართ მეთქი, მართალია თავდაპირველად ცოტა დაიბნენ და ვერ მიხვდნენ რას გულისხმობდი, მაგრამ თუმცა კარგად აუხსენი, ძალიანაც მოეწონა ერთსაც და მეორესაც ეს პერსპექტივა. არა, ესე არ უთხრა არაფრით. კი, სწორად მიხვდით, კიდევ ერთი ზარი. კი. ეხლა შენ ამას ეძახი, რომ მოწყდი შენ სახლისა და ბავშვების საზრუნავს, ხო? ვითომ ისვენე? დედის დასვენების რა ვთქვი მე? მაგრამ მაინც კაია. მე 20 ზარი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. რაც მოვდივართ რა, გზიდან ვითვლი ამას. და ისეთი დეტალები არის, რომლის საქმის კურსშიც მინდა თუ არ მინდა მაინც მაყენებენ, რომ რატო? ყველაზე მტკივნეული, რაც სექტემბრიდან მელოდება, არის 3 ბავშვის კლასის მშობელთა ჩატი. ვაიმე! ვინც იცით, ვინც მშობლები ხართ და ამ ჩატებში უკვე ხართ, ხომ ხვდებით რა დღეს შეამოვჩნდები. ანუ, იცით რას გულისხმობ? ეს მშობლების ჩატი ძირითადად არის ჩატი, რომელიც არასდროს არ ჩერდება, რადგან რომელიღაც მშობელს რაღაც აზრის გამოთქმა აუცილებლად უნდა. მთელი დღე ხო წკაპუნობს. ამ წკაპუნს თუ გამოურთავ და ყოველი წინადადების საქმის კურსში არ ახარ, მე რეიწყება საყვედურები, რომ შენ რა არ კითხულობ, არაფერი არ იცი და ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა აგიხსნან. ყველაზე მტკივნეული ტყუპების სხვადასხვა ჯგუფში შესვლის ამბის პრიზმაში არის მშობლების ჩატი. სხვადასხვა დროს დაგეგმილი ექსკურსიები და ზოგადად მათი სხვადასხვა აქტივობები.
რასაც გაიგებ დაწერე, რასაც ვერ გაიგებ, მერე გავაკეთოთ. რამენაირად გაძერეთ ჩემს ჩამოსვლამდე. და კიდევ ერთი. კი. ეს ბოლოა. მეტი D ვიტამინი ბავშვებს კი არა და მე. აი ახლა უკვე ცოტა მართლა ვისვენებთ და თან ვირუჯებით. მაინც ვერ ვდუნდები, იცი? ანუ ამ დედებს მე მგონი, დედების ნაწილს ყოველ შემთხვევაში რაღაც შინაგანად გვაქვს ეს შფოთვა და ამ ბავშვების საჭიროებები მიყვება და მოგყვება, ანუ ვერ თავისუფლდებით ბოლომდე, ვერ ვისვენებთ ისე როგორც საჭიროა. ესე თავს ვიკლავ როგორმე გამოვგლიჯო ამ სიტუაციას 1000-ში ერთხელ მაინც და მაინც იგივეს არა, თერაპიები მჭირდება. ოხ როგორ გამომენთება ახლა ვიღაც დეიდა ბიცოლა ჩვენს დროს თერაპიები სად იყო? რო არ იყო ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ არ გჭირდებოდათ. კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებ ძალიან ჭირდებოდა ზოგიერთ. რა გინდა ახლა რამდენმა ადამიანმა უნდა დაგბლოკოს? დაისვენე მოდუნდი თვითდამშვიდების გზას მიუმართე. ხანდახან დედებსაც ვჭირდება ეს თავზე ხელის გადასმა და სხვა თუ არ გადაგვისვამს ჩვენ მაინც გადავუსვათ ჩვენს თავებს. აი ასე, რუჯის მიღებასა და ჭორაობაში ვერც კი ვიგრძენით, როგორ მოსაღამოვდა, მაგრამ დაბრუნებამდე კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. ვაიმე. მოკლედ. არ დამღუპო. არ დავიღუპოთ ეს ტელეფონი არ გადამივარდე, სწორედ ჩემი ვლოგის ამბავი დასრულდა. ასეთი მწირი რესურსებით ვაკეთებთ ვლოგს. ჩემს ტელეფონზეა დამოკიდებული ყველაფერი. ვეძებთ სპონსორს, რომელიც ტექნიკურადაც გაგვაძლიერებს და რეალურად შევძლებთ უფრო მეტად განვავითაროთ ვლოგი და კიდე რა. ხოლოდ სპონსორობაზე არ არის აქ საუბარი, ხა სარეკლამო თანამშრომლობაც გარკვეული შეღავათი არის ჩვენთვის და შეიძლება საშუალება მოგცეს, რომ რაღაცა ტექნიკური მხარე გავაუმჯობესოთ, ან თუნდაც შინაარსო მოკლედ ხარისხი გავაუმჯობესოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია და მოკლედ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ კარგ ხალხთან, კარგი საქმეებისთვის. კარგ ხალხთან, რადგან გვაქვს რაღაც პრინციპები, ღირებულებები, რომელსაც მივყვებით და რომელზე უარის თქმაც არც რეკლამის და არც არაფრის გამო არ ღირს. ცოტა სხვანაირად მუშაობდით აქამდე, მაგრამ ნუ ეხლა ცოტა სხვა დრო მოვიდა და იძულებული ხარ რაღაცნაირად გადაირჩინო თავი რა და ეს არანაირად არ მგონია, რომ ეს რამენაირად შეიძლება აკნინებდეს ამ ტიპის საქმიანობა. პირიქით ფასს ძენს იმას, უფრო მეტად უფრთხილდები, მეტ რესურსდებ იმაში, რაზეც მუშაობ. ასე რომ თუ თვლით, რომ ჩვენი ვლოგი, ჩვენი საქმიანობა, ჩვენი პრიორიტეტები არის ღირებული და საინტერესო, მაშინ დაგვეხმაროთ, რომ გავძლიერდეთ. უკან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობ, როგორ მჭირდებოდა ეს დღე. დღე, რომელიც ჩემს დატვირთულ რუტინას დიდი წვალებით გამოვგლიჯე. ხვალიდან ისევ სკოლა, ვაღი, წრეები, გამოსაშვების საღამოები და ასე შემდეგ უსასრულოდ. აბა რა გითხრათ, გაძლება ჩვენ დედებო. თუმცა ახლა მე ყველაზე ძალიან ისმინდა ცხოვრების დაპაუზება, დასვენება და წვრილმანებისგან სიამოვნების მიღება ვისწავლო.